მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა, რომ გამოწერეთ ჩემი არხი იმის, რომ ავაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. მინდა გითხრათ, რომ აქციას გავაგრძელებ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურს ხოლმე მეტი ინფორმაცია მიიღოს და საშუალებიდან გამომდინარე არა აქვთ და ამიტომ ყოველთვის რომ ხელმისაწვდომი იყოს აქცია, რომელიც იყო 50 ლარის ფარგლებში 50 ლარად 1 საათის ფარგლებში თქვენთვის სასურველი კითხვებზე პასუხები. რა თქმა უნდა, პასუხები არის ამომწურავი, რაც შეიძლება რომ იყოს ამომწურავი, თქვენთვის რომ ინფორმაცია კარგად დაამუშავოთ, რა როგორანაირად და გადაწყვეტილებებიც მე ესე მიიღოთ, ხო? შეიძლება შეგახსენებთ, რომ მე ვამზადებ ასევე სანთლებს, რომელიც არის ფინანსური პირადი ურთიერთობებისთვის, წმენდებისთვის დამცავი სანთლები. ასევე ფერადი სამაჯურები, რომელიც შეგიძლიათ ასევე იყოს დამუხტული თქვენთვის საჭიროების სამეფხო, რასაც უნდა ხო ზოგისთვის დამცავი, ზოგისთვის ენერგიების მომტანი და გადაყვეთამ ასევე ვატარებ რიტუალებს. რაც შეეხება რიტუალებს, რატომღაც ესეთი ხილვა მქონდა, როდესაც სასამყარომ მითხრა, რომ არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება სჭირდებოდეს სხვადასხვა ენერგეტიკულად წმენდა, სხვადასხვა მიზეზების გამო და აქედან გამომდინარე რიტუალებზე იქნება ფასდაკლება, ოღონდ გავითვალისწინეთ, რომ დიდ ხანს ვერ იქნება ეს ყველაფერი და სამუდამო არაფერია, ამიტომ დღეიდან, დღეს არის 18-დან 30 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ მომმართოთ და რაც შეეხება რიტუალებთან დაკავშირებით მიიღოთ ფასდაკლება. და მოკლედ შეგახსენებთ, რომ ასევე დამატებული მაქვს ერთი კითხვის მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს უბრალოდ ერთი კითხვა აქვთ და უბრალოდ იმ კითხვაზე აინტერესებს პასუხი და ამ ერთი კითხვის ღირებულება არის 10 ლარი. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, წაგართვით რომ გადავიდეთ ახლა გაშლაზე და დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა. რა გაფრთხილება აქვს სამყაროს, ხო? ანუ რა ხდება ხა თქვენს ცხოვრებაში, ნახავთ, ვინ ხართ თქვენ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და მე უკვე ნახავთ სამყაროს გაფრთხილებები და მისი რჩევებიც, ესე რომ თქვა, ხო, რა შეიძლება გააკეთოთ. ნახავთ, ვინ ხართ თქვენ დღესდღეობით, რა ენერგიებში ხართ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, თქვენს სიტუაციაში, თქვენს მდგომარეობაში და შევხედეთ. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ახლა ამ ეტაპზე ესე ვიტყოდი, ხართ ურთიერთობაშიც, რაღაც შინაგან თავთან ყველაზე მეტად რაღაც პოულობთ თქვენში იმ ძალას, რასაც ქვია ჰარმონია საკუთარ თავთან, ხო? ანუ გაცნობა, შეცნობა, საკუთარი თავის მიზნების და სურვილების გამოკვლევა, დალაგება. ხართ თქვენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე გაქვთ ესეთი ცოტა ფინანსური პრობლემები, ცოტა რაღაცა ემოციური პრობლემებიც ამასთან მიმართებაში ხო, როდესაც ხვდებით, რომ შესაძლებელი გაქვთ და შესაბამისად იმიტომაც ხართ ამ თვით შემეცნებაში, რომ იპოვოთ სად უშვებთ შეცდომას, რას აკეთებთ არასწორად, თუ ურთიერთობებიდან გამომდინარეა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სად უშვებთ შეცდომას ამ ურთიერთობაში, ანუ სად არის ის მდგომარეობა, როდესაც არ გამოდის რაღაცა ურთიერთობაში და ვერ ლაგდება, იმიტომ რომ თვლით, რომ შეიძლება თქვენ სადღაც
რაღაცის არ აქცევთ ყურადღებას, თუ მატერიალური კუთხით არის ეს ყველაფერი, ხო, რა თქმა უნდა, აქ უფრო მეტად აკვირდებით იმას, იქნებოდა თქვენი სურვილი, ან თქვენი მიზანი რამდენად სწორია, ხო, არის ხანდახან ისეთი მომენტი, როდესაც შეიძლება ჩვენ რაღაც გვინდა, მაგრამ სამყარო გვეუბნება, რომ არ არის ჯერ ამისი დრო, ან უბრალოდ არც ისე კარგი იქნება ჩვენთვის, ხო, რაღაც ხანდახან არის მსგავსი მომენტები, როდესაც სამყარო უკეთესად იცის ჩვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია და კარგია, ხო? ეხლა თქვენ ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსის გაღება შეუძლია მეორე ადამიანისთვის, ძალიან დიდი ენერგიის ჩადება შეუძლია. ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თავს მეასე და მეათესე ფლანგზე გადაისვრის და წინ აყენებს ყველას და ყველაფერს, ხომ? ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველასთვის თანაბრად გადაანაწილოს ყურადღება მატერიალური კუთხით ადამიანს, რომელსაც აქვს, ნახეთ, როგორი მომენტი, იმაზე მეტი გავცე, ვიდრე მივიღო. რატომღაც აი ესე ხედავს სამყარო, ვინ ხარ თქვენ? თქვენ ძალიან დიდი რესურსი გაქვთ, ესე ვიტყოდი. დიდი რესურსი იმასთან დაკავშირებით, რომ კარგად შეგიძლიათ ყველაფრის აღქმა. ინტუიციაც ძალიან კარგი გაქვთ, ვერ ვიტყვით, რომ არ გაქვთ, მაგრამ ნახეთ, როგორი მომენტი არის. აქ თითქოს ადამიანი კი ხვდება სად უშვებს შეცდომას, კი ხვდება რას აკეთებს არასწორად, კი ხვდება რა არის და როგორ არის, მაგრამ მაინც რატომღაც თვლის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს თავისი რესურსი, ხო, თვლის, რომ მისი რესურსი საჭიროა გავიდეს, საჭიროა გასცეს, ხო? ანუ შესაბამისად შეიძლება ფიქრობდეს, რომ რასაც მეც გასცემს, მით მეტად დაუბრუნდება, მით მეტად ექნება ამას შედეგი. მაგრამ თქვათ, შეიძლება იღებდეთ პირიქით, ხო? ანუ თქვენ კი გასცემთ და ჩადებთ, მაგრამ რეალურად სამყარო კი გიბრუნებთ, მაგრამ ადამიანებისგან ძალიან დიდ ტკივილს პოულობთ, ხომ? თქვენ ხართ ძალიან ესეთი, როგორც თქვით, ინტუიციური ადამიანი, საკმაოდ კარგად შეგიძლიათ განსაზღვროთ, როდის სად რა არის და როგორ არის, ძალიან კარგად შეგიძლიათ და მიხვდეთ თითოეული ადამიანის, თითოეული სიტყვის უკან რა დევს და რა არის, მაგრამ რატომღაც არ აღიარებს თუ არ გინდათ დაჯერება, შეიძლება ესე უფრო ითქვას, რომ არ გინდათ ამ ყველაფრის დაჯერება, ხომ? თქვენ ამ ეტაპზე შეიძლება ვიღაცებისთვის იყოს ის მომენტი, რომ რაღაცა სწავლობთ, შეიძლება ეზოთერიული კუთხით სწავლობთ, შეიძლება რაღაცა მიხვდით, რომ გჭირდებათ რაღაცა რჩევები, თუნდაც წაროსგან, ხო, რაღაცა ფსიქოლოგიური კუთხით რაღაც რჩევების მდგომარეობა, ანუ განიხილავთ, სწავლობთ რაღაცებს, ისეთ მდგომარეობას, რომელიც თქვათ არ შეხები ხართ ჯერ, ხო, ამ ეტაპზე მოსწავლე ხართ, ანუ საწყისი პერიოდი გაქვთ. ხო, ანუ აქ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ეხლა იწყებს, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან დიდი გამოცდილებაც გქონდეთ ცხოვრებისეული და არც ერთი პატარა იყოთ ასაკით, მაგრამ აშკარად თქვენ თითქოს ეხლა იწყებთ და სწავლობთ, რომ მიაქციოთ ყურადღება იმ თქვენს შინაგან ქვეცნობიერს, იმ თქვენს რაღაცა ნიუანსებს, რომელიც ყოველთვის გაძლევთ რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ხო, აი, როდესაც სადღაც შედიხართ, შეიძლება ითქვას, მაშინვე ხვდებით, იქ თქვენი ადგილი არის თუ არა, მაგრამ ну, არ ვიცი, რაღაცა რატომ ხდება ისე, რომ იქ რჩებით და აგრძელებთ, თქვათ, თუ მუშაობას, ან ურთიერთობას ადამიანთან. შეიძლება ეს თქვენი ხასიათიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანს გინდათ, რომ ვიღაცა დაეხმაროთ, ვიღაცას რაღაცა ხელი გაუწოდოთ. შეიძლება ეს მომენტიც იყოს და აქედან გამომდინარე ხდება ეს, მაგრამ ну, ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ძალიან კარგია ის, რომ გაანალიზება დაიწყეთ, საკუთარ თავის წინ და, ანუ საკუთარ თავის წინ დაყენება დაიწყეთ და
საკუთარ თავში გამორკვევა, საბოლოო ჯამში რა გინდათ, ხო? ანუ რა გინდათ იმ კუთხით, რომ კი ბატონო, აქ ვიღაცას დაეხმარებით, ვიღაცას ხელს გაუმართავთ, ვიღაცას რჩევასაც მისცემთ, ვიღაცას მატერიალურად შეიძლება დაეხმაროთ, მაგრამ თქვენ სანაცვლოდ რას იღებთ ამ ყველაფრიდან, ხო? თქვენ თვის რა არის, ხო? და როდესაც უკვე არაერთხელ მიიღეთ ის არასწორი უკავშირი, ხვდებით რომ მოვიდათ რომ ის გამოცდილებები, ის რაც თქვენ გაქვთ, გამოიყენოთ უკვე ცხოვრებაში, ხო? და მეორეს მხრივ უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ისწავლოთ არას თქმათ უნდაც, ხო, რაღაცა საკითხებთან მიმართებაში. და კიდევ ერთხელ გავნებთ, აქ შეიძლება ზუსტად ის მომენტიც იყოს, რომ ვიღაცები აქ ეზოთერიკასაც იცნობით, ხო? ანუ თუნდაც იმითი, რომ რაღაც პატარ-პატარა პრაქტიკებს აკეთებ, თქვათ, ხო? იქ რაღაცა რუნების კომბინაცია დაწერა ხელზე, იქ რაღაც პატარა პრაქტიკა სანთელზე, ან რაღაცა მარილი წმენდები დაიწყეთ, ხო? უბრალოდ თუნდაც უსმენთ ტაროს რჩევებს ან რაღაცა სიტუაციების განხილვას და იქიდან ცდილობთ მიიღოთ ინფორმაციები, ხო, თუ ესე პირდაპირ არის. თუმცა შეიძლება რომ ვიღაცებს უფრო მკაფიოდ და უფრო მყარად აქვთ გადაწყვეტილი, რომ შეისწავლონ. იცით როგორი მომენტია, რაღაც მომენტში ესე ვიტყოდი, რომ ხართ შეიძლება ითქვას თქვენი თავის კმაყოფილი და აღმოაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გაქვთ და ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია არის თქვენთან მოგროვებული, მაგრამ იცით როგორი მომენტი არის, თითქოს ბოლომდე არ ხართ კმაყოფილი იმით, რაც თქვენ იცით. არ ხართ კმაყოფილი იმ სიტუაციებით, ხო, რა თქმა უნდა, ხანოდესაც უკავშირი არასწორია, შესაბამისად არ ხართ კმაყოფილი, მაგრამ იცით როგორი მომენტია, რომ აქ თითქოს თქვენი თავის კმაყოფილი არ ხართ, რომ შეიძლება უფრო მეტი ჩაკეტოთ რაღაცა მდგომარეობაში. ან მეორე მხრივ იცით რა არის, კმაყოფილი არ ხართ უფრო აქ ესე ვიტყოდი იმ სიტუაციებით, რა სიტუაციებშიც ამოყავით თავი, ხო, ჩააყენეთ თქვენი თავი. იმიტომ რომ იმაზე მეტ პასუხისმგებლობები აიღეთ, იმაზე მეტი ვალდებულებები აიღეთ, შეიძლება ითქვას, იმაზე მეტი რესურსი გაიღეთ, ვიდრე თქვენ შეგეძლოთ, ხო, რაღაც და შესაბამისად აი ამ ყველაფრით არ ხართ კმაყოფილი, იმიტომ რომ კი მე მაქვს გაცნობიერებული რაღაცები, კი გამოცდილებაც მაქვს და საკმაოდ კარგად ვიცი რა როგორანაირად, მაგრამ არ ვაძლევ, მაგრამ მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ავიღე იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, იმაზე მეტი სიტუაცია და ვალდებულება სიტუაციურად, ვიდრე ჩემს შესაძლებლობებს შეუძლია, ხო? და ეხლა ვიწყებ მე იმაზე მუშაობას, რომ აი ეს სირთულეები როგორღაც დავაბალანსო და ვისწავლო, როგორ მოვახერხო ანუ სწორად გადალაგება, რომ თქვათ არ დავიღალო, არ მოხდეს ისე, რომ საბოლოო ჯამში გამოვიფიტო, ხო, რაღაცა ეს მომენტი არის. ხართ ადამიანები, რომლებსაც აი ძალიან დიდი რესურსი აქვს, გავწაღანას ვთქვით, ახაც ვიმოვარდ, იმიტომ რომ რესურსი, რომელიც თქვენ გაქვთ, თქვენ ხართ ძალიან ისეთი პასუხისმგებლიანი ადამიანი. პირველ რიგში და შესაბამისად, როდესაც პასუხისმგებლობას იღებთ, ყოველთვის მზად ხართ მაქსიმალური გააკეთოთ, ხო? მე ესე ვიტყვი, რომ სამყაროც გეხმარებათ ბევრ რაღაცაში, სამყაროც გეხმარებათ თქვენ იმაში, რომ გამოხვიდეთ ყველანაირი სიტუაციიდან, ხო? რაღაცნაირად სამყარო გეხმარებათ იმაში, რომ მოგცეთ ის ძალა. აქ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ თქვენს შვილებთან, ვისაც შვილები ყავს, გქონდეთ რაღაც პატარა პრობლემები, რომლებიც თქვათ, როდესაც გარდატეხის პერიოდში არიან, განსაკუთრებით მაგ პერიოდში ძალიან უჭირთ ხოლმე მშობლებთან კომუნიკაცია, ხო, გქონდეთ რაღაცა პრობლემა კომუნიკაციის, მაგრამ თქვენ იმდანაც ისეთი რბილი დედა ხართ, თქვათ, ხო, ან რბილი ადამიანი ხართ, რომ
ხვდებით, რომ აქ გჭირდებათ რაღაცა ცოტა უფრო სხვანაირად გადალაგება, ეს მომენტიც არის აქ. იცით რა არის, ძალიან ისეთი სამართლიანი და ფრთხილი ხართ, შეიძლება ითქვას. აქ როგორი მომენტია, იცით, თქვენ არ არსებობს, რომ მიიღოთ, იცით, როგორი გადაწყვეტილება, აი რაღაცა უეცარი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით თქვენს, ისე ვთქვათ, თქვენს პასუხისმგებლობებს. ნახეთ, როგორი მომენტი არის. პასუხისმგებლობას, როდესაც იღებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობები თქვენთვის შეიძლება იყოს დამამძიმებელი ფაქტორი და თქვენთვის შეიძლება იყოს რაღაცა უკან დამხევი მდგომარეობა, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ეს არის სწორი და სამართლიანი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბალანსი დაიცვათ მაგ მხრივ, რომ ნახეთ რა მომენტი არის. როდესაც ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს, ცდილობს, რომ ამ პასუხისმგებლობას გაართვას ბოლომდე, ხო თავი. ეხლა უკვე ხვდებით, რომ სამართლიანად, თქვენ კი სამართლიანად იქცევით, მაგრამ თქვენს მიმართ სამართლიანი არ მოქცევის გამო დაიწყეთ დაბალანსება ამ თქვენი ენერგიების, ხო? ნახეთ, როგორი მომენტი არის, შვილთან აიღეთ პასუხისმგებლობა და შვილისგან რაღაცა ისეთი სიტუაციები წამოვიდა, რომ არ იმსახურებდით, ხო? თქვენ დაიწყეთ დისტანცირება, ოღონდ დისტანცირება იმას კარგად ახლა შვილთან კომუნიკაციას არ წყვიტავთ ან რაღაცა შენთვის მეჯა, არა, მაგრამ დაიწყეთ როგორი მომენტი, იცით, რომ სამართლიანად აჩვენებთ სად რა და როგორ, ხო? სად არ არის მართალი, სად შეცდა, სად არასწორად გიპასუხათ ან რაღაც. ასევე ურთიერთობაში, ასევე სამსახურში. თქვენ დაიწყეთ თქვენი სივრცის დაცვაც და დაბალანსებაც. ოღონდ ეს ყველაფერი სამართლისი არა, რომ ნახეთ, აი მე დავიღალე და ამიტომ აღარ მინდა, არა. შეიძლება კი დავიღალე, მაგრამ ნახეთ, აი აქ ხსნით რატო, რისთვის და როგორ ხდება, ხვდებით, ანუ ეს რაღაცა, ეს მომენტებიც ისწავლეთ. რა ხდება თქვენთან? თითქოს რაღაცა თქვენს ცხოვრებაში არის როგორი მომენტები, და რაღაცა უეცარი გამონათება, შეიძლება ითქვას, იმ მხრივ, რომ ეს არის სიტუაცია, როდესაც ადამიანმა უეცრად მიიღო ძალიან ბევრი, ნახეთ, ინფორმაცია. ინფორმაცია შეიძლება მოვიდა თქვენთან რაღაცა სიზმრების სახით, შეიძლება მოვიდა ისე წერილობით ვიღაცისთვის რაღაცა წიგნიდან, ხო? ანუ იმიტომ რომ თქვენ ახლა რომ დაიწყეთ თუ ვიღაცისთვის ტაროდან თუნდაც, ხო? როდესაც დაიწყეთ თქვენ რაღაცების შესწავლა და რაღაცების გაანალიზება, თქვენ ცხოვრებაში შემოვიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც აღმოჩნდა თქვენი ცხოვრების გადახედვა, რომელიც აღმოჩნდა ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ უნდა იმოქმედოს, უნდა წავიდეს წინ, უნდა შეცვალოს რა კურსი, უნდა მივიდეს თავის მიზნისკენ და ეს ყველაფერი უნდა იყოს რაღაცნაირად სამართლიანი, ხო? იმიტომ რომ და დაბალანსებული. იმიტომ რომ ნახეთ, როგორი მომენტი არის. ქაოტურად, როდესაც რაღაცა ხდება, შესაბამისად ადამიანი უფრო ბევრ შეცდომას აკეთებს, მაგრამ თქვენ ამ ინფორმაციების გადამუშავების, ამ ინფორმაციების დამუშავების და სწორი მიმართულების დალაგებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი იყოს პასუხი, ანუ იმ სიტუაციაზე, რასაც იღებთ, აბსოლუტურად სწორი პასუხით იყოს, ხო? ანუ
სამართლიანად, ხო? ან არანაირად ზედმეტად ის რომ აი ჯიუტად, ხო, თქვათ რაღაცა, რახან შენ ესე მოიქეცი, მე ესე მოვიქცევი, არა. განსაზღვრავთ რა, როგორ და რანაირად. აი. რა ხდება თქვენ? კიდე რა ხდება? იცით რა არის რაღაცნაირად მე ესე ვიტყოდი, რომ ისწავლეთ საკუთარი თავის დაცვაც. ცოტა შორიდან უყურებთ უკვე რაღაცა სიტუაციებს, რომლებიც თქვენ თქვათ არ მოგწონთ, ან რომელიც ან ყოველთვის ისწავლეთ შეიძლება მართვა თქვენი ემოციების და თუ აქამდე ხშირად ანუ უცბად შეიძლება თქვენი გამოყვანა წყობილებიდან გამოსვლა, ხო, ან რაღაცა ემოციურად თქვენს ემოციებზე თამაში სიტყვებით, манипуляციებიდან თქვენ ისწავლეთ დაბალანსება, თქვენ ისწავლეთ საკუთარი ჩარჩოები, ხო? ანუ შეიძლება ითქვას, რომ აქ ადამიანმა მე არ ვიცი ხო კიდევ ერთხელ გავიგებთ, არ ვიცი ხო ვიღაცამ შეიძლება ფსიქოლოგიური კუთხით დაიწყო რაღაცა განვითარება და გაანალიზება ვიღაცამ ტაროთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ცნობიერებამ რაც თქვენ სწავლობთ, გასწავლათ როგორ შექმნათ თქვენს გარშემო ვაკუუმი, ხო? ანუ რაღაცნაირად თავი რაღაც ის პატარა სივრცეში მოიყვანოთ, სადაც უბრალოდ შეხედავთ სიტუაციას, ანუ მარტივად, რბილად და ის რაღაცა ნეგატივი იქნება თუ ის რაღაცა გამოხტომა იქნება ვინმესგან თქვენს მიმართ, ამას აღარ მიიღებთ, ხო? ამას უკვე ირიდებთ, რაღაცა ესეთი შუშა აღმართეთ შეიძლება ითქვას და აი ამ შუშის მეორე მხრიდან თქვენ უყურებთ ყველაფერს და ნუ აღარ იღებთ იმ რაღაცა ნეგატიურ რესურსს, ესე ვთქვათ. იცით რა მომენტია კიდე თქვენთან? ხო, ისწავლეთ ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც თქვენს გარშემო ცდილობენ რაიმე პრობლემის შექმნას, რაიმე ისეთი მდგომარეობის შექმნას, ისწავლეთ, რომ ეს პრობლემები აღარ მიიღოთ თითქოს, ხო? და თან ნახეთ რა მომენტი არის, როდესაც პრობლემის ქვეშ გახართ და როდესაც რაღაცა სიტუაცია არის, რომ თითქოს გამოსავალი არ არის, რატომღაც თქვენ იწყებთ უფრო მეტ ბრძოლას, ხო? აი ხო არის მომენტი, როდესაც აი რაღაცა შევედით პრობლემაში, რაღაცა ჩიხში და ადამიანი ფარხმალს ყრის, თუ აი რაღაცა ეშვება, ნერვიულობს და ასე შემდეგ. არა, თქვენ აქ პირიქით, თქვენ უფრო მეტად, რაც უფრო მეტ პრობლემას ეჩეხებით, შეიძლება ესე ითქვას, რაც უფრო მეტ პრობლემასთან გაქვთ ესეთი კომუნიკაცია, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ სიტუაციებიდან გამოხვიდეთ, ანუ მაქსიმალურად ერთვებით არა ესე ну, რა ვქნა, რაც არის, ეს არის და ხელები ჩამოყარე, არამედ პირიქით, უფრო მეტი ძლიერით, უფრო მეტი რწმენით, უფრო მეტი ძალით იღებთ ყველაფერზე პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილებას. ისწავლეთ ის მომენტი, რომ თუ მე გადაწყვეტილება მივიღე, ამას ბოლომდე უნდა გავხდე. თუ მე ცვლილებები დავიწყე, ეს ცვლილებები, აი ნახეთ, ეხლა ზუსტად იმ სიტუაციაში ხართ, რომ ცვლილებები, რომელიც მე ვისწავლე, რომ ეს ესე უნდა გაკეთდეს და ჩემ გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება შევცვალო სხვა რაკურსით, ეს ბოლომდე უნდა მივიყვანო. ეს აუცილებლად ესე იქნება, რაღაცა ეს მომენტი არის. აქ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ძალიან დიდი ხანი იყო ისეთ სიტუაციაში, როდესაც აი არაფერი არ მინდა, ყველაფერი დასრულებულია, ყველაფერი დამთავრებულია. რაღაც მომენტი შეიძლება ითქვას, რომ აქ გქონდათ ცოტა ისეთი ემოციური მდგომარეობა, როდესაც აი რაღაცა უმოქმედობაში იყავით, ხო? მაგრამ აი ზუსტად ეხა უკვე ხართ მოქმედებაში. ეხა უკვე ხართ აი ზუსტად ამ უმოქმედობიდან გამოსვლის მდგომარეობაში. თქვენ ასრულებთ ყველაფერს ის, რაც თქვენ თქვენთვის არ არის საჭირო, თქვენთვის მიუღებელია. აქ შეიძლება ითქვას ერთის კიდე ის მომენტი, რომ ადამიანს შეიძლება ქონდეს ქონდა ძალიან დიდი
პრობლემა, რომელიც მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ითქვას, რომ აქ ძალიან დიდი ტკივილი, ხომ? თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ისეთი სიტუაციები უბრალოდ მოხდა, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენათ, რომელმაც ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დაგაყენათ. ვიღაცისთვის შეიძლება აქ რაღაც მომენტში იყოს ის მომენტი, როდესაც ადამიანს რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ეხლა ნელ-ნელა დაიწყო ამ ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამოსვლაც და რაღაცა განახლება, ხო? ხო, შესაძლებელია აქ ეს მომენტიც იყოს, რომ ვინმე ადამიანთან გულის ტკივილი, რაღაცა ურთიერთობის დასრულება, რაღაცნაირად გაუცხოება, ხო, როდესაც მაქსიმალური გააკეთეთ თქვენ, მაგრამ ადამიანისგან მიიღეთ სამკუთხედი ურთიერთობა, ტკივილები, განცდები, ღალატი, ხო? ნუ ეს არ არის აუცილებელი პირადი ურთიერთობა, შესაძლებელია ეს იყოს თქვენი მეგობარიც, რომელთანაც რაღაცა ძალიან დიდი ნდობის ფაქტორი გქონდათ და ნუ ამ ნდობის ფაქტორი წბილად სამწუხაროდ და ნუ შესაბამისად თქვენ მერე ძალიან განიცადეთ ეს და ძალიან დიდი ტკივილები გქონდათ, მაგრამ ეხლა უკვე ის ეტაპია, როდესაც ეს ყველაფერი სრულდება, უკვე დავიწყეთ ყველაფრის დანახვა, ყველაფრის გაანალიზება და პირველი, ციკლი დასრულებულია. ციკლი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში იყო ნეგატივით, რომელიც იყო რაღაცა პრობლემებით, რომელიც იყო თქვენდამი უსამართლოდ მოპყრობით, ბევრი პასუხისმგებლობებით და სიმძიმების აღებით, დასრულდა, უბრალოდ დასრულდა ფაქტიურად და დაიწყო თქვენი გამოცოცხლების, გამოჯანმრთელების, არა მარტო ფიზიკური გამოჯანმრთელება, არამედ გონებრივი გამოჯანმრთელება, ემოციური გამოჯანმრთელება, სადაც მივხვდით, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებთ, უნდა მივიღეთ ბოლომდე, უნდა ვიბრძოლოთ და დავიცვათ საკუთარი თავი, ოღონდ უნდა არ გვავიწყდება ის მომენტი, რომ ვიყოთ სამართლიანები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან რესურსულები, ძალიან ესეთი ძლიერები, პასუხისმგებლიანები, ცხოვრებაში უკვე ბევრი რამე ვისწავლეთ, ბევრი რამე გავიარეთ და უკვე მოვიდა დრო, რომ განახლება დავიწყოთ, ხო? რაღაცა ამ სიტუაციის მდგომარეობა არის. რა ვიცი, თუ ამოიცანეთ თქვენი თავი, ძალიან დიდი კი გამოვიდა სიგნიფიკაცია, მაგრამ ალბათ რაღაცა ესეც არის საჭირო, ხო? თუ თქვენი თავი აქ ამოიცანით, მაშინ დავიწყოთ და ვნახოთ ეხლა რას გაფრთხილებთ სამყარო, ხო? რისი გაფრთხილება სურს სამყაროს თქვენთვის? რისი გაფრთხილება სურს თქვენთვის და მოდით სხვადასხვა გავაკეთოთ გაფრთხილება, იმიტომ არ ვიცი, თუმცა ესე მოითხოვა სამყარომ და რახან ესე უნდა ნახოთ. რისი გაფრთხილება სურს სამყაროს თქვენთვის? ეს გაფრთხილებთ. დაიწყეთ სუფთა ფურცლიდან. რას გაფრთხილებთ? ის მდგომარეობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ახლა ამ ეტაპზე არის, ეს არის თქვენი შანსი იმისთვის, რომ თავიდან დაიწყოთ ყველაფერი, ხო? თქვენ სამყარო გაძლევთ ახალ შემოთავაზებას, ახალ რაკურსს თქვენი ცხოვრების და გეუბნებათ, რომ ის გამოცდილებები, რომელიც გქონდათ, ის გამოცდილებები, რომელიც მიიღეთ და რომელიც დაამუშავეთ, აღარ უნდა უყუროთ ამ გამოცდილებებს, აღარ უნდა ნახეთ, დაამუშავეთ, გამოდით, ხო? დაასრულეთ, გათიშეთ და წინ წადით, ხო? ის თქმა უნდა სამყაროს. არასოდეს, ნახეთ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაცნაირად, არ ვიცი, დაბრუნდეს წასული პარტნიორი, წასული მეგობარი, რაღაცა წასული სიტუაცია, ხომ? როდესაც შეიძლება ეს მომენტი იყოს, როდესაც თითქოს ვარც თუ არა მზად შეგვამოწმოს სამყარო იმისთვის, რომ რაღაცა სიახლეებისკენ, ხო? აქ გეუბნებათ სამყარომ და გაფრთხილეთ იმას, რომ არ შეშინდეთ და თუ კი წარსულიდან რაიმე მონარჩენი დაბრუნდება თქვენთან, ხო? თქვენ ამის შიში არ გქონდეთ, ხომ? არ დაგავიწყოთ, რომ თქვენ დაიწყეთ საკუთარ თავთან ბალანსის
დალაგება, ხო, არ დაგავიწყდეთ ის მომენტი, რომ თქვენ დაიწყეთ თქვენი ცხოვრების, თქვენი თავის, თქვენი პრიორიტეტების წინ დაყენება, თქვენი მიზნების ასრულების მდგომარეობა, ხო, მაგ გავთხილებთ სამყარო, რომ შესაძლებელია კიდევ გამეორდეს და კიდევ მოხდეს ისეთი მომენტი, როდესაც თქვენ ამ გზაზე, ამ გამოღვიძების და გამოფხიზლების გზაზე შეგექმნათ პრობლემა, მაგრამ გავთხოვთ იმას, რომ აი ეს პრობლემა, რომელიც შეგექმნებათ, ეს პრობლემა, რომელიც იქნება, არ იყოს თქვენთვის რაღაცა იმ გზიდან გადამხვევი, რომელიც რა რაკურსით აიღეთ, ხო? სამყარო გეუბნებათ, რომ აქ იქნება რაღაცნაირად თითქოს გაუფასურება რაღაც მომენტში თქვენი გადაწყვეტილების, ხო, ან შესაძლებელია აქ ვიღაცა ადამიანისგან იყოს ის მომენტი, რომ აი თქვათ ხედავ ესე მარტივი არ ყოფილა, თქვათ, ან რაღაცა შეიძლება თქვენ თვითონაც გქონდეთ ის მომენტი, რომ როდესაც რაღაცა ცვლით მთლიან თქვენს ცხოვრების რაკურსს, გქონდეთ რაღაცა ისეთი მომენტი, როდესაც შეიძლება არ გამოვიდეს ისე, როგორც თქვენ გგონიათ, რომ გამოვა და მერე უკვე ნახეთ, როგორი მომენტი არის ფარხმავს ყრით, ხო, რაღაცა შეგვეშინდეს ის მომენტი, რომ აი მაინც არ გამომდის და ნუ რა აზრი აქვს, ხო? არა, სამართლიანი იყავით საკუთარ თავთან, იმიტომ რომ აქ სამართლიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კი რაიმეს თქვათ, მაგალითად, თუ აქ თქვენ შეხვდით ისეთ მომენტს, როდესაც კიდევ ერთხელ მოინდომა ვინმე თქვენი გულის ტკენა, ხომ? არ დაგავიწყდეს, რომ არ დაგავიწყდეს, რომ მოიქცეს სამართლიანად, იმიტომ რომ სამართლიანად მოქცევა ეს არის ის ესე ვთქვათ, კოზირი თუ ჯოკერი თუ როგორც გინდათ ისე ვთქვათ, ის მდგომარეობა, როდესაც სამყარო კიდევ უფრო მეტად დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი დაალაგოთ, ხომ? არ შეგაშინოთ და არ გადაგიყვანოთ, ანუ იმ თქვენი არსებული კურსიდან არავითარმა მდგომარეობამ, ხო, არავითარმა გულის ტკენამ, არავითარმა პრობლემამ, ხო, აქ უკვე იცით როგორი მომენტია, აქამდე თუ თქვენ იყავით იმპერატრიცა, ხო, ანუ ქალი, რომელიც თუ ადამიანი, რომელიც რესურსული იყო, ხო, ახლა ხდებით იმპერატორი. ანუ გარდა იმისა, რომ თქვენ ხართ ქალი შინაგანად ძლიერი, ხო? თქვენ რაღაცა მომენტში სამყარო გეუბნებათ, რომ აქ უკვე თითქოს ჩაგერთვებათ მამაკაცის და ის რაღაცა კაცური პრინციპული ცოტა ისეთი უხეში ენერგიები. რამაც შეიძლება ის ზუსტად ის მომენტი იყოს, რომ გამოგიყვანოთ და შეგაშინოთ, ხო? რომ აი მე თუ ესეთი გავხდი და შესაბამისად ჩემს გარშემო, ნუ ვეღა იქნება, ხო? რაღაცნაირად სამყარო გავფრთხილებთ იმას, რომ არ გაერთულოთ ისევ ცხოვრება, ხო? ნახეთ, ბალანსის ნაპოვნი გაქვთ და აი ეს ბალანსი უნდა დაიცვათ. ეს ბალანსი არის ნამნიშვნელოვანი. სამყარო გეუბნებათ, რომ ხო, თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს შეიძლება ისეთი ადამიანი და კიდევ ერთხელ გეუბნებათ, შეიძლება წარსულიდან გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელმაც ერთხელ უკვე ის ტკივილები რომელმაც გამოგატარათ და ნახეთ როგორ მომენტია, თუ ეს ადამიანი კვლავ დაბრუნდება თქვენთან, თქვენ არ გადაუხვევთ თქვენ კურსს, ხო, კურსი რომელიც აიღეთ და რომელიც თქვენთვის უკვე მნიშვნელოვანია, არ შეცდეთ, იმიტომ რომ აქ იქნება ის სიტუაციები, რომლებიც დაგაბრუნებენ და კიდევ ერთხელ შეგაჩეხებენ წარსულს. ზუსტად იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, რამდენად სწორად გაიარეთ თქვენ ეს ტრანსფორმაცია, ანუ რამდენად სწორად გადიხართ თქვენ ტრანსფორმაციას, რამდენად სწორად ამთავრებთ ყველაფერს, ხო, ანუ რამდენად ეს უბრალოდ თქვენი ემოციაზე აყოლილი ცვლილებებია, თუ ეს არის თქვენი ნამდვილი გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი ის, რაც აღარ გემსახურებათ, ყველაფერი ის, რაც თქვენთვის მტკივნეულია და ნეგატივის მომტანი არის, რამდენად ხართ მზად, რომ გაუშვათ, ხო? ანუ რასაც მოკიდეთ ხელი, ბოლომდე მიიყვანთ თუ არა. არ გაჩერდეთ, იმიტომ რომ აქ იქნება ისეთი მომენტებიც შესაძლებელია, როდესაც
სადა გართულდება სიტუაციები და გართულება მოიტანს რაღაცა გაჩერებას, ხო? მე აქ გეტყოდით, რომ რასაც მოკიდეთ ხელი, ბოლომდე მიიყვანეთ, ხო? იმიტომ რომ თუ აქ თქვენ არ ვიცი ხა ვინ რა მდგომარეობა, მაგრამ არის ხოლმე, როდესაც მაგალითად ადამიანები იწყებენ გამოკვლევას, ხო, რატომ აქვთ რაღაცა პრობლემები და მივლენ იქამდე, რომ თურმე ეს პრობლემები არ არის მარტო უბრალოდ თავიანთი ქმედებებიდან, არამედ ხელოვნურად ჩარეული სიტუაციები, ხო? თუ თქვენ ჩათვალეთ, ანუ იყავით რაღაცა გაერკვიეთ, რომ აქ შეიძლება იყოს თქვენზე რაიმე პრობლემა, ისეთი თუნდაც ნეგატიური, თუნდაც რაღაცა თვალი, თუნდაც რაღაცა ჩასახსნელი მდგომარეობები, ხო? აქ ეცადეთ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ, არ გააჩეროთ, მე გავიგე ინფორმაცია და მორჩა, ხო? ანუ აქ გჭირდებათ ბოლომდე მიიყვანოთ, რომ აქ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორები იმასთან მიმართებაში, რომ თქვენ ბოლომდე მიიყვანოთ, ვარ თქვა დადიხართ ფსიქოლოგთან, ხო? ან უბრალოდ რაღაცა ეცნობით ფსიქოლოგიურ კურსს და ამ კურსზე არის რაღაცა დავალებები, ხო? ამ დავალებას ერთი გააკეთეთ, მეორე გააკეთეთ, მაგრამ მესამეზე უკვე ვთქვათ უარი თქვით, მაგრამ იცით რა შეიძლება ის მესამე დავალება იყოს ზუსტად თქვენთვის რაღაცის გამანთავისუფლებელი სიტუაცია, ხო? აქ გავთხილებთ სამყარო იმას, რომ იქნება ისეთი სიტუაციები და ისეთი შეიძლება კიდე რა მომენტი იყოს ის და გაგეხსნათ კიდე უფრო ისეთი ინფორმაციები, რომელმაც შეიძლება თქვენ გაგაოგნოთ და გაგაოგნოთ რა კუთხით ის რომ ანუ კი რაღაცები ვიცოდი, რაღაცა ტკივილებიც ისიც, მაგრამ თუ კიდე აი ეს რაღაცებიც არსებობდა ჩემს გარემოცვაში, ჩემს სიტუაციაში, მე ეს არ ვიცოდი და ეს რაღაცა მოულოდნელობის ეფექტი, როდესაც კიდევ ერთხელ გაგახსენდებათ ყველანაირი ტკივილის მდგომარეობა, ხო? მაგრამ სამყარო გავთხილებთ იმას, რომ იმისთვის თუ გინდათ, რომ წინ წახვიდეთ, იმისთვის თუ გინდათ, რომ იყოთ გამარჯვებული და წარმატებული, გჭირდებათ იმუშაოთ დღე და ღამე, ხო? ანუ იმუშაოთ დღე და ღამე არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში იყოთ სამსახურში. ეს არის იმუშაოთ საკუთარ თავზე, საკუთარ ფიქრების კონტროლზე და საკუთარ სურვილებზე. სამყარო გავთხილებთ იმას, რომ აქ ეს რასთან დაკავშირებით, ხო, ანუ აქ დასრულდება ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იქნებით მკაფიოდ გამოკვეთილი, უბრალოდ თქვენ თუ გექნებათ მკაფიოდ გამოკვეთილი თქვენი მიზანი, ხო? ანუ ნახეთ, ჩემი მიზანია, რომ მე დაუძლიო ის ჩემი რაღაცა წარსული ტკივილები, თქვათ, ხო? ან რაღაცა უბრალოდ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვის რა აქვს ახლა ეს ცოტა ესეთი მომენტია, ხო? და მე ამ ყველაფერს დავასრულებ და ეს ყველაფერი დასრულდება კიდევაც, მაგრამ აქ მთავარი არის ერთადერთი ის, რომ თქვენ არ დაკარგოთ ჯანსაღი გონივრული მიმართულება, ხო? ანუ თითოეული დეტალი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მოხდება, ეს აუცილებლად უნდა გაანალიზოთ. არ გქონდეთ ის მომენტი, რომ ნახეთ, კიდევ ერთი ის მომენტია, როდესაც რაღაცები დროში იწყება, ხო? დროში, როდესაც იწყება, შესაბამისად ადამიანებს რაღაცები ბეზდებათ, ან უბრალოდ თვლიან, რომ იმედი გაუძროვდა და თვლიან, რომ მის მიერ არჩეული გზა არასწორია, ხო? და მით უმეტეს, როდესაც თითქოს იგივე სიტუაციები გამოდის, ხო? ან რაღაცნაირად დასრულდა ციკლი, ხო, რეალურად, მაგრამ რაღაცო გრძელდება ესეთი მდგომარეობა, ხო? ანუ ამ მომენტის სიტუაციაში არის ის მომენტი, რომ აი რამდენად ყოფნით ნებისყოფა ამ ყველაფრის და ასე რომ სამყარო გავთხილებთ იმას, რომ ილუზიებში არ ჩაიგდოთ თავი, თუ თქვენ არ გაქვთ იმისი დრო თუ რაღაცა რესურსი, რომ მოთმინებით შეხვდეთ ყველაფერს, იცოდეთ, რომ
ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება ისევ დატრიალდეს, ხო, ისევ რაღაცა უკან დაბრუნდეთ. ამიტომ მოთმინება გმართებთ იმასთან მიმართებაში და სტაბილურობის შენარჩუნება თქვენს გზაზე, თქვენს აღებულ კურსზე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, სამყარო გავთხოვთ, რომ გამოგეგზავნებათ კიდევ ისეთი მომენტები, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაცები ისევ თავიდან იწყება და ისევ თავიდან ვლინდება, მაგრამ ეს არის ის მომენტი, როდესაც სამყარო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თქვენს მიერ მიღებული გამოცდილება, ცოდნა, მდგომარეობა აღარ გინდეთ რომ დაბრუნდეს და თქვენ ხართ უზად, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩაჭრათ, ჩახსნათ და უკან მოუხედავად მიატოვოთ, ხომ? ანუ განვითარებისკენ წახვიდეთ, მეტი შანსები მიიღოთ სამყაროსგან, მეტი მდგომარეობა თქვენ და სასიკეთოთ, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი არის, ანუ სამყარო გაფრთხილებთ, რომ დროს სჭირდება ყველაფერს, არ შეშინდეთ იმ გამოწვევების, რომელსაც გამოგიგზავნით სამყარო თუ გამოგიგზავნით სიტუაცია თუ ვინ თუ როგორ და რანაირად ის ადამიანები, რომლებიცაც თქვათ თქვენში ეპარება ეჭვი. ანუ არის ხო ის მომენტი, როდესაც მაგალითად ადამიანი იწყებს რაღაც ის ცვლილებას, რაღაც ის გაკეთებას, მაგრამ არიან ადამიანები, თუნდაც მეგობრები, თუნდაც ოჯახის წევრები, რომლებიც ეუბნებიან, რომ ნახოთ აბა ერთი რა გამოგივა, შენ არაფერს არ გამოგივა, თქვათ უჩვენოთ, ხო? არის ესეთი სიტუაცია. და აი აქ ზუსტად ის მომენტი არის, რომ თუ კი თქვენ რაღაცა პატარ-პატარა ხიფაც თუ პატარ-პატარა რაღაცა პრობლემა შეეჩეხებით, არ დაყაროთ ფარხმალი და წინ წახვიდეთ, ხომ? პირიქით უფრო მეტად და მეტად შეეცადოთ, ჩაეძიოთ, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ, უფრო მეტი გაანალიზება მიიღოთ ყველაფრის და არ შეშინდეთ წინსვლისთვის, იმიტომ რომ აქ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორები. მოდით, საიდან იქნება ეს ხელისშემშლელი ფაქტორები ზუსტად კონკრეტულად? მე აქ ესე გეტყვით, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თუ აქ თქვენ ვიღაცებისთვის არის ის მომენტიც, რომ რაღაცა ნეგატიური მდგომარეობის სიტუაციიდან გამოდიხართ და არ ვიცი ხა ვინ რა მეთოდს მიმართავთ, ხო? ვიღაცამ კიდევ ერთხელ გონოთ აქ თუ თქვენ დაიწყეთ რაღაცა წმენდების მდგომარეობა, დაიწყეთ რაღაცა ცოტა ისეთი სხვა რაკურსით გაცნობიერება, ხო? ანუ აქ გეუბნება სამყარო, რომ არ გაჩერდე, იმიტომ რომ კიდევ იქნება აი ზუსტად იმ ნეგატიური ზემოქმედებებიდან ხელის შემშლელი ფაქტორები, განსაკუთრებით თუ თქვენ გქონდათ სახლთან მიმართებაში რაღაცა ცოტა აგრესიული მომენტი, როდესაც სახლში შედიხარ და ყველაფერი გტკივა, ყველაფერი გაწუხებს, რაღაცა თავბრუ გეხვევა, ძალა გეცლება, ხო? აი მსგავსი მომენტები თუ გქონდათ სახლთან მიმართებაში, კიდევ გამეორდება, ამიტომ პერიოდულად კიდევ დაიცავით საკუთარი გარემო, ხო? ანუ ის რაღაცა, რასაც ატარებთ, ის ჩაატარეთ. აქ მთავარია თქვენ გონება არ დაიბინდოს და არ შეშინდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რწმენა საკუთარი თავის, რწმენა საკუთარი ძალების თუნდაც, ხო? კიდევ მოდით, რა არის, რას გირჩევთ სამყარო? რა უნდა გააკეთოთ? რას გირჩევთ სამყარო? აირჩიეთ სწორი გზა, აირჩიეთ სწორი მიმართულება და არ აყვეთ რაღაცა ისეთ ემოციურ მდგომარეობას, რომელმაც შეიძლება საბოლოო ჯამში ხიფათი მოგიტანოთ, ხო? გამოსავალი აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი რაღაცას იწყებს და ძალიან დიდი ნახტომით შეუძლია გამოსვლა, ხო? ანუ ნახეთ, თქვენ მთავარია სწორი გზა აირჩიოთ, სწორი მიმართულება აირჩიოთ და ემოციურად არ დაინგრიოთ, თქვათ, თავი, ხო? რაღაცა ემოციის ანუ იმ პრობლემას, რასაც შეეჩეხებით, იმან თქვენი დისბალანსი არ გამოიწვიოს ემოციურად და გზა, რომელიც აირჩიეთ, იმ გზაზე აუცილებლად განაგრძოთ, ანუ გამოსავალი არის ის, რომ სწორად ხართ სწორ გზაზე დადექით და ამ სწორ გზას გაყვეთ ბოლომდე, ხო? იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი მომენტი, რომელმაც შეფერხებები გამოიწვიოს და გამარჯვება თქვენს ხელში იქნება, გამარჯვება თქვენს კარებზე იქნება, თუ კი თქვენ ამ ყველაფერს სწორად განსაზღვრავთ, ხო? და არ დაიხევთ უკან.
ხო, აქ სტაბილურობის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანი და იცით როგორ მომენტია შეიძლება აქ თქვენ რაღაცა მომენტში დაიღალეთ, შეიძლება რაღაც მომენტში უბრალოდ დაიღალოთ, თქვათ რომ აი რაღაცა არ ვიცი რა და როგორ და რანაირად იქნება და მოდი ეს რაღაცა ну, кай დროებით მაინც გავაჩერებ, არა აქ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ იცით რა არის, ნახეთ რა ხან დაიწყეთ ბოლომდე მიიყვანეთ, თუ დაიწყეთ ბოლომდე დაამთავრეთ, არ გაჩერდეთ, არ დაიხიოთ უკან, თქვენი პრინციპები დაიცავით, თქვენი სურვილები დაიცავით, თუ ანუ ეს არ არის მაინც ურთიერთობებზე, ანუ ნახეთ, მაგალითად თქვენ თუ გადაწყვიტეთ რომ რა ვიცი მე ახლა ვთქვათ, უნდა შევიჭრათ ხმა, ხო, აი რაღაც გადავიბარსო 0-ზე, პირობითად ვიძახი. და მოვიდა ვიღაცა ერთი რომ რას ამბობ, ვიღაცა რაღაცას იტყვის, ან მეორემ რაღაცა. ანუ ნახეთ, თქვენ თუ მიიღეთ გადაწყვეტილება გააკეთეთ, ну დაეყრდნობით სხვების აზრს, ხო, ვინ რას იტყვის, ვინ როგორ იტყვის, ანუ ნახეთ, იმიტომ რომ თქვენ ამ ყველაფერზე უკვე ბევრი გაქვთ ნაფიქრი, თქვენ ამ ყველაფერზე უკვე ბევრი ინფორმაცია მიიღეთ და თქვათ მიხვედით იმამდე რომ ეს ესე უნდა შევცვალო, ხო? თქვათ გინდათ პირობითად რაღაცა ცხოვრობთ სახლში, რომელზეც ну ხვდებით რომ ის არ არის კი იქ დაიბადეთ, გაიზარდეთ, მაგრამ ის თქვენი ნაწილი არ არის, ხომ? რაღაცნაირად იქ წვენთაც გააკეთეთ, ისიც გააკეთეთ, ყველაფერი გააკეთეთ, მაგრამ არ არის ის თქვენი რაღაცა ნაწილი, ხო? შესაბამისად, თუ გადაწყვეტეთ რომ უნდა გაყიდოთ და სხვა ბინა შეიძინოთ, ხო? გააკეთეთ, იმიტომ რომ შეიძლება იქ ბევრად ბედნიერი, შეიძლება კი არა, იქ ბევრად ბედნიერი იქნებით და სადაც თავს გრძნობთ, ცუდად იქ ნუ გაჩერდებით. მიუხედავად იმისა, რომ აი მაგას არის ის მომენტი, როდესაც თქვა ცხოვრობთ მშობლებთან და გინდათ რომ უბრალოდ ადგეთ და შეცვალოთ, ახვიდეთ, გახვიდეთ, რა ვიცი, ქირით, ვიღაცა გირით, ვიღაცა რა ვიცი, ყიდვით, ხო, არ აქვს მნიშვნელობა. ну უბრალოდ გაეცალოთ, გაერიდოთ და წახვიდეთ, თქვენი გზა ნახოთ. ესეც ნორმალურია, ესეც ძალიან კარგია, იმიტომ რომ იქ უკვე თქვენ რაღაცა რესურსს ვეღარ ანვითარებთ, ხო? და ეს სიახლე თქვენთვის შეიძლება ისეთი რაღაც კი შეიძლება დაფიქრდეთ და თქვათ მერე რომ აი ხა მე კი წავედი, მე კი გამოვედი ამ ყველაფრიდან, მაგრამ ეხა იქ ქირა მაგადასახდელი, ეხა ის ყვება მაგ საჭმელისთვის ჭირდება, იმისთვის ჭირდება, ამისთვის ჭირდება და ანუ ამ ყველაფერმა შეიძლება დაბლოკოს ის თქვენი სურვილები და დარჩეთ ისევ იქ, სადაც ხართ, ხო? და დარჩეთ ისევ იქ, სადაც ხართ, ნიშნავს იმას, რომ უარი თქვათ თქვენს რაღაცა წარმატებაზე, მომავალზე და შანსებზე, რომელიცაც სამყარო გამოგიგზავნოთ, იმიტომ რომ თქვენ ამ ყველაფერზე უკვე როგორი მომენტია იცით მარტო ნაფიქრზე არ არის აქ არის უკვე იმაზე რომ მზად ხართ თქვენ სულიერად რომ ეს ყველაფერი ეს განცდები იქნება სირთულეები იქნება მიიღოთ და რა თქმა უნდა ესეთ დროს როდესაც ადამიანი რაღაცა სიკეთის გზაზე დგება სამწუხაროდ ჩვენ და არ ვიცი ვის მივაწეროთ და როგორ მივაწეროთ მაგრამ თითქოს ეშმაკი ებრძვის და როდესაც ადამიანი მაგალითად არის ხო ესეთი მომენტი, რომ აი მე ხვალიდან დავიწყებ მარხვას, ეკლესიაში წავალ, რაღაცა ახსარებას ჩავაბარებ, ვეზიარებ და ხვდებით რომ აი თქვათ სულ რაღაცა პრობლემა გამოხდება, თქვათ შაბათ კვირას, ანუ შაბათს რაღაცა ესეთი სიტუაცია კვირასაც აი ნუ ან ვდილას ვერ იღვიძებთ, ან რაღაცა სიცხე მოგცათ, ან რაღაცა ანუ სულ თითქოს ხელი შემშლელი ფაქტორები ხო რომ და ხშირად ყოფილა ხო რაღაცა რო გითქვიათ ან სიტუაცია რომ აი მე მინდა ეკლესიაში წავსო, მაგრამ ვერ მოვახერხებ, ნუ ბევრჯერ ყოფილა ეს მომენტი რომ უთქვიეთ ხო ალბათ რომ იცი ეშმაკი გებრძვის და რაღაცნაირად აი ნახეთ ზუსტად ეს მომენტია რა რაღაცნაირად ძალა გებრძვით რომელიც არ გაძლევთ წინ წასვლის მდგომარეობას და ამიტომ გამოსავალი არის ის კურსი ავიღეთ და მივყვებით ბოლომდე, იმიტომ რომ ეს კურსი რომელიც აიღეთ ეს არის ძალიან ბევრჯერ გაანალიზებული, ბევრჯერ გადაღეჭილი, ნაფიქრი, მერე წაშლილი, ისევ ნაფიქრი და საბოლოო ჯამში მიხვედით იქამდე, რომ ნუ ეს უნდა გააკეთოთ. გააკეთებთ და იწყება გარე ფაქტორების ბრძოლა, სადაც იქნებდა იმ თქვენს სწორ კურსს აგაცილონ, აგაცდინონ და
არ გამოვიდეს ისე როგორც უნდა გამოვიდეს. ამიტომ აქ ეცადეთ თქვენი პრინციპები დაიცვათ და საქმეს რომელსაც დაიწყებს არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროც არ უნდა იყოს. მე ესე გეტყვით რომ მორალს არ უნდა გადაწდეს და ეს უნდა იყოს სამართლიანი მორალს არ უნდა გადაწდეს რა ნახეთ თქვენ ახლა როდესაც გაგიკეთეთ ვიღაცამ სიბოროტე თქვენ სიბოროტით ნუ დაუბრუნებთ ან უბრალოდ გაერიდეთ უბრალოდ გაეცალეთ ამ ადამიანს უბრალოდ ეს ადამიანი დახურეთ თქვენს ცხოვრებაში და მას თავის გზა აქვს მას სამყარო და გადაუხდის იმას რასაც იმსახურებს ყველას გადაუხდის აბსოლუტურად და თქვენ ამაზე ხელი არ გაისვაროთ ხვდებით ანუ ესეც არ გახდეს თქვენი ხელის შემშლელი ნახეთ თქვენ რო დაიწყეთ და ამ ადამიანს რაღაცა მისი ქმედების საფასურად დაუბრუნეთ იგივენაირი ცუდი ქმედება ესეც ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი იქნება თქვენთვის და ამიტომ თქვენთვის რომ არაფერი არ იყოს ხელშემშლელი ფაქტორი დაიცავით თქვენი რაღაცა ეს ჩარჩოები თქვენი მიზნები იყოს პრიორიტეტული და ეცადეთ რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, გექნებათ დაღლილობაც, გექნებათ რაღაც ესეთი სულიერი მდგომარეობა, რომ სხვა იქნება საერთოდ არ გამომდის და საერთოდ ყველაფერი რაღაც ესე ირევა, მაგრამ იცოდეთ რომ ეს ზუსტად ის ფაქტორებია, რომელიც შეიძლება თქვენთვის წინააღმდეგ მუშაობს, იმიტომ რომ თქვენ ვერ მიხვიდეთ შედეგამდე. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა, საკმაოდ დიდი გამოვიდა, როგორც ხედავ ახლა დროს. მაგრამ იმედია ვიღაცისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუნდაც ეს სიტუაცია რომ მოესმინა და გაერკვია ხო რაღაცა შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებების წინაშე დგას რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან საპასუხისმგებლოა და აინტერესებდა რა და როგორ უნდა გააკეთოს ასე რომ მე ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს და გისურვებთ რომ თქვენს მიერ სწორად არჩეული გზა ყოველთვის ყოფილიყოს რბილი გასავლელი ნაკლები სირთულეც და ნაკლები პრობლემებით წარმატებებით დროებით